მოგესალმებით, მე ვაკო ყიფიანი ვარ, ეს არხის სპორტმიანბეა. ამ ვიდეოში საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულზე ვისაუბრებთ. მეხუთე მეოთხე ადგილებს ლევან კობიაშვილი და გიორგი დემეტრაძე ინაწილებენ. ორივე ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 12 გოლი აქვს გატანილი. კობიაშვილის დებიუტი ეროვნულ გუნდში 1996 წელს ნორვეგიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ლევანმა საქართველოს ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უნგრეთის ნაკრებთან გაიტანა. ნაკრებში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი კი ქართულ კომაკს არასდროს დაავიწყდება. მან ხორვატიის ნაკრებს ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. გაწოდება საჯარიმოში შეიძლება სიტუაციის გამწვევა საჯარიმოშია. მართლამდე პასი უკან. გასვლა! გოლ! გოლ! საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. 1-0 გოლ! გიორგი დემეტრაძემ ნაკრებში პირველი მატჩი 1996 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა, ხოლო პირველი გოლები მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიტანა. დემეტრაძემ ლუქსემბურგთან მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რასაც კიდევ ერთი დუბლი მოჰყვა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. გარდა გოლებისა, ქართულ შემტევს ნაკრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული. მან 2003 წელს რუსეთთან მალხაზ ასათიანს გაატანინა, ხოლო 2006 წელს მისი საგოლე პასით ჩოთა არველაძემ შოტლანდიასთან გამოიჩინა თავი. დემეტრაძემ ბოლო გოლი ეროვნულ გუნდში 2006 წელს უკრაინასთან 3-2 წაგებულ შეხვედრაში გაიტანა. დემემ სანაკრებო კარიერა 12 გოლითა და 10 საგოლე პასით დაასრულა. მესამე ადგილზე ალექსანდრე იაშვილია 15 გოლით. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში ლატვიასთან 1998 წელს შედგა. იმავე წელს იაშვილმა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ. იაშკას დუბლი ლიეტუვასა და ფარერების ნაკრების წინააღმდეგ აქვს შესრულებული, ხოლო მისი ბოლო სანაკრებო გოლი იაშვილმა სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, რომელსაც ნაკრებში 17 გოლი აქვს გატანილი. მისი დებიუტი 1990 წელს ლიეტუვასთან შეხვედრაში შედგა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვისაც პირველი მატჩი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. პირველი გოლი ქეცბაიამ მოლდოვის ნაკრების კარში ზუსტად 1 წლის შემდეგ გაიტანა. 1994 წელს საქართველოს ნაკრებმა უელსი 5-0 გაანადგურა, ხოლო ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა. ქართულ შემტევს ნაკრების მაისურით გოლი ოლივერ კანისთვისაც აქვს გატანილი, თუმცა საქართველოს მის მატჩში გერმანიასთან 1-4 დათმო. ქეცბაიამ ბოლო სანაკრებო გოლები ისრაელთან 3-2 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა, რის შემდეგაც ნაკრებში კიდევ 2 წელი ითამაშა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. Dieses Tor hätte man voraussagen können. Es lag in der Luft. Das 1-0. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა 26 გოლით. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო შემტევს ნაკრებში დებიუტი 1992 წელს ლიეტუვასთან ჰქონდა, ხოლო იმავე წელს აზერბაიჯანთან პირველი გოლიც გაიტანა. შოთას ეროვნულ ნაკრებში 2 ჰეტრიკი და 1 დუბლი აქვს შესრულებული. ფარერებსა და სომხეთს მან 3-3 გოლი გაუტანა, ხოლო ალბანეთთან დუბლი შეასრულა. არველაძემ ბოლო სანაკრებო გოლი შოტლანდიასთან ჰემპდენ პარკზე გაიტანა, რის შემდეგაც ნაკრებიდანაც წავიდა. Giving David Weir the run around, still hanging in there. Oh, it's an equaliser! Shota Arveladze, the man who used to play his football in